გამარჯობათ თარჯიმნებო, ჩემი სახლის ოფისიდან მოგესალმებით, სანამ შესვენება მაქვს, მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თარჯიმნებმა. ცხადია, არ შეიძლება რომ თარჯიმანმა რაღაც ინფორმაცია დაამატოს ან ამოაკლოს ორიგინალს, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო სიტყვაც კი იგულისხმება აქ და ერთი შეხედვით უწყინარი. მაგალითად, სასამართლოში ყველანი ერთმანეთს მიმართავენ ბატონო, ქალბატონო, ბატონო, ქალბატონო და უამრავი შეკითხვა და ყველა შეკითხვა ესე იწყება, მაგრამ ძალიან ფხიზლად უნდა იყოს თარჯიმანი. შეიძლება დაისვას ისეთი შეკითხვა, რომ პირდაპირ კითხოს, აქ ცხოვრობთ თქვენ? და თქვენ რო თქვა, sir, do you live here? არაფრით არ შეიძლება წარმოიდგინოთ, როდესაც თუ არ უთქვამს, არ მიუმართავს ბატონოთი და თქვენ დაამატებთ ამას, ნიშნავს, რომ რაღაც ტონს უცვლით ორიგინალს და ცხადია არ შეიძლება რომ რაღაც ტონი შეცვალოს თარჯიმანმა. ვინმე თუ იტყვის yes, თქვენ უნდა თქვათ yes და არა yes I did. ესეც კი ითვლება ინფორმაციის დამატებად. ძალიან სასაცილო ფაქტი შემემთხვა ამასთან დაკავშირებით ახლა კი სასაცილო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ადვოკატი უსვამს თელს წყება შეკითხვებს, აი ასე თავის კლიენტს, რომ თქვენ ამერიკაში ცხოვრობთ, მართალია? კი, ისეუბნება. მე მთარგმნი მართალია. დიდი ხნის წინ ჩამოხვედით რომ ამერიკაში მართალია? კი, ისეუბნება. მე ვამბობ მართალია. You live in the United States, correct? ისეუბნება, კი, მე ვეუბნები correct. და ესე რომ გაგრძელდა, ეხლა ეს ცოტა ხანი გვიყურა ამ ადვოკატმა და მე ამბობს რომ ეხლა ქართული არ ვიცი მე ძალიან კარგადო, მაგრამ კი და არა ვიცი როგორ არის და ეს ბიჭი აშკარად სხვა რამეს ამბობს და ეს ჩვენი თარჯიმანი რას თარგმნის? წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ჩავარდებოდი. მთელი ახსნა განმარტება დამჭირდა ამის შესახებ, რომ ეს მნიშვნელობას არ უცვლიდა და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან გავრისკე, იმიტომ რომ რამე არასწორად ასულიყო იმ სასამართლოზე, ყველაფერი დაბრალდებოდა თარჯიმას. სასამართლო არ იყო უბრალოდ დაკითხვა იყო. და იმიტომ რომ ვიტყოდნენ რომ ეს თარჯიმანი არ თარგმნიდა იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. და всё. ამიტომ უყურეთ ჩემს ვიდეოებს, რომ არ დაგემართოთ ის, რაც მე დამემართა. მე ვარ ნანა გორგოძე, თარჯიმანი ამერიკის შეერთებულ შტატებში.